გესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა უცვლელად მოვიდღო განსაკუთრებით პატიმრების ადამიანები, ვინც სნეულებასა შინახარ და უცხოეთში მყოფი ქართველები მინდა ბედნიერება და სიხარულე მინდა გისურვოთ და დღევანდელი ურთულესი თემა და თვითონ პრობლემას შევეხებით, იმიტომ რომ მამა დავითი მყავს ციცქიშვილი და მამა დავითი რო არის ხოლმე ამ თემას ვერ გამოვტოვებ ესეთ თემებს აუცილებლად მინდა რომ ჩავეკითხო, იმიტომ რომ ბევრად ერკვევა ჩვენზე ბევრად თან რაღაცა ისეთი მომენტები არის რომ ქართველი ადამიანი ძალიან ამ ნარკოტიკებმა ამ დიდმა ცოდვებმა მოიცვა და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მინდა ვკითხო, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს აი ჩვენ რომ მაგალითად პატიმრები გვადარდებს ის გვადარდებს აი ყველაფრის საწყისი ხო აი პატარა მიზეზებით იწყება ხოლმე და აუცილებლად მამაო დაგულოცეთ პირველ რიგში თუ შეიძლება დიდი მადლობა რომ მობზანდით და დაგვთანხმდით თან ამ თემაზე სასაუბრო ცოტა რთული თემა არის მამაო და შევეცდებით რომ წინასწარ მინდა ვთქვა რომ არის რაღაცა გამონაკლისები რომელ გამონაკლისად შეიძლება ჩვენი საუბარი არ შეეხოს დანარჩენი ისე ზოგადად ვისაუბროთ უმრავლესობის პრობლემა რაც იქნება და ამ შემთხვევაში მამაო თქვენ რა პრობლემებს ხედავთ დღეს აი ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ადამიანები ძალიან იტანჯებიან ამ სცენით მარტივად დავიწყებ რომ როცა მოდიან ჩემთან ხოლმე ახალგაზრდები სასაუბროთ აღსარებაზე და ასე შემდეგ სულ ფიგურირებს ეს გარშემო ჩემი თანატოლები დიდი უმრავლესობა დადეს ან ასვამიან დაბოლილიან ნარკოტიკის კუთხით გაბრუებული და ასე შემდეგ და ახლა გული გეწურება გისკდება რომ ფიქრობ ქვეყანა რამდენობაში ჩავარდა ესე ვიტყოდი არასწორი ნარკოპოლიტიკით ძალიან დიდი პრობლემა გახდა და სულ მქონდა შეგრძნება ჯერ კიდე დიდი ხნის წინ რომ იყო ძალები რომლებსაც უნდოდათ რომ ეს სქემა გათამაშებულიყო ანუ საქართველოში ეს სურათი მოცემულიყო ეხლა როცა ახალგაზრდობა დაბოლილია იქ რა განვითარებაზეა ლაპარაკი რა გამრავლებაზეა უფრო ადვილად სამართავია და ასე შემდეგ და სამწუხაროდ ეს სქემები გათამაშდა უკვე რეალობა სახეზეა და არის რაღაცა ეს იგივე ნარკოტიკიც რო ავიღოთ უფრო შედარებით ერთი შეხედვით ძიმე მაგრამ არსი ერთია თამაშის პრობლემა რო ავიღოთ რამდენი მოდის თამაშით პრობლემით თამაშობს მე ხო ვიცით ეს თამაში რას გულისხმობს იმას რომ ადრე თუ გვიან დიდი პრობლემები ექნება მას მის ოჯახს ყიდის ყველაფერს საერთოდ ერთი ადამიანი ეს პლანზე დამოკიდებული იქნება ნარკოტიკზე თუ თამაშზე მე მთელ თავის ოჯახის წევრებს აუბედურებს და ასე შემდეგ ასე რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარება და ალბათ რეაგირება არის საჭირო ჩვენმა ესე ვიტყოდი ცერცეწულმა დამოკიდებულმა აქამდე მიგვიყვანა და ეს პრობლემა ძალიან აქტუალურად უნდა დადგეს თუ გინდა რომ გადავრჩეთ ესე ვიტყოდი როგორც ერის კუთხით ისე ბერის თვალსაზრისით ადრე იყო მოწოდებები 20 წლის წინ 25 წლის წინ საპატრიარქოც უფრო აქტიურობდა სასულიერო სფერო რომ სირცხვილია ეს ნარკომანობა და ასე შემდეგ ახლა ჩვენც მინაულდით და არადა საფრთხე ძალიან დიდი კარს მოგვადგა ალბათ სასაუბროა ადრე პირადად მე ვიყავ ესეთი ნარკოპოლიტიკის განსაზღვრელი საბჭო იყო აი წინა ხელისუფლების დროს იდეა რა იყო სხვათა შორის ჩემი ინიციატივაც იყო რომ ეს ნარკოპოლიტიკა განსაზღვრულიყო და რითი უნდა დაწყებულიყო საერთოდ ჩვენ ხო ბევრ რამეში ვიჭედებით მე რომ მკითხო იდეა რა იყო რომ დადგა პრობლემა რა ჯერ გავიკითხეთ ყველაზე დიდი ექსპერტები ამ სფეროში ვინ არიან და ის ხალხი შევკრიბეთ და მიდიოდა მერე მსჯელობა მიდიოდა
ასე ვთქვათ, მუშაობა ამ კუთხით ძალიან კარგი ნარკოპოლიტიკის სახელმწიფო დოკუმენტი დაიდო მაშინ. ტელენარკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, მისი მოადგილე თვითონ თამარ სირბილაძე ძალიან კარგი სპეციალისტი ამ კუთხით ის ხელმძღვანელობდა და მეც ბევრი რამე ვისწავლე მათთან ურთიერთობის კუთხით. პირდაპირ უნდა ითქვას. აი მე ჩვენება რომ საქართველოში ყველაფერთან ერთად აი ძალიან პრიმიტიული დამოკიდებულება, როცა რაღაც პრობლემაა, რითი უნდა დაიწყოს ადამიანმა. აი ეს კადრები უნდა მოიძიოს, რომლებიც ყველაზე დიდი ექსპერტები არიან და იმათ უნდა დაეკითხოს ჭკუა. აი ეს არ ხდება. ეხლა მართალია კომუნისტები რა ძალაც იყო, ყველას კარგად მოიხსნებიან, მაგრამ ქონდათ ეგეთი გამონათქვამი, კადრები წყვეტენ ყველაფერს. არ ხდება კადრების მოძიება. საერთოდ მე რომ მკითხო, ქვეყანის აღშენლობითი საფუძველი ეს არის, როდესაც ყველა კადრი თავის ადგილას არის. იქ იმის დამიხედვით კი არ ხდება შერჩევა, ვთქვათ, გრთამს ვინ გადაიხდის, ან ახლობელია და ასე შემდეგ. იქ ნეპოტიზმი ხო იცით, ამ ხელა პრობლემაა ჩვენ. პროფესიონალიზმი. აი პროფესიონალიდან გამომდინარე. სანამ ეს არ მოწესრიგდება, არა, მანამდე ხარ აღშენებლობით მუშაობაზეა ლაპარაკი. ხო და ყველაფერი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. მაშინაც იყო აი შეგრძნება ესეთი, რომ რაღაც ძალების უცდილობენ, რომ ბოდიში ამ სიტყვისთვის და საქართველოს დააბოლონ. ნარკოტიკზე შეშვან ახალგაზრდები, ну ეს მოახერხეს. ამან ბევრმა რამ შეუწყო ხელი. ну ეს მიზეზები მე უკვე დროგვებრივ გაქვს, შეიძლება მე გავანალიზოთ როგორ უნდა დაუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, მაგრამ ფაქტია რომ დღეს ერთ-ერთი უმწოვესი პრობლემაა, რომელიც ეს გადაჭიშებისკენ მიაქანებს. და მამაი თუ შეიძლება ამას როგორ უნდა ჩაიხსნას ადამიანი, ან როგორ უნდა იყოს მნიშვნელოვანი ის, რომ ეხლა რაღაცა ხო არის, რომ რაღაც ანიჭებს მნიშვნელობას და იმას არის. აი როგორ წამოწიოთ ეს თემა წინ ისე, რომ არ ქნა რა, და არ დააშაო და არ გააკეთო რა. ცირა საერთოდ აი ხა ნარკოპოლიტიკა რო ავიღოთ, ნარკოპოლიტიკა რას გულისხმობს, თავი იდეა რა არის? რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ნაკლებმა ახალგაზრდამ ნარკოტიკი მოიხმაროს. რაც შეიძლება ნაკლებად. ბოლო წლების სხვა მიმართულებით გვიშვებს, არა, რაც შეიძლება მეტი იხმარს. თვითონ ამ ნარკოპოლიტიკის კუთხით სხვადასხვა მხარეები გამოიყოფა. ერთი არის პრევენცია. პრევენცია რას გულისხმობს, რომ ისეთ სამუშაოები უნდა ჩაატარო უკვე ბავშვებთან, ახალგაზრდებთან, რომ ნაკლებად გაიხედონ. მან ნარკოტიკისკენ, რა, ამისთვის სპეციალისტები არა საჭირო. რომ ვინც ერკვევა ამ სფეროში, მაგრამ შეიძლება მაგალითად მოინდომო, რომ პრევენციის კუთხით წახვი და პირიქით რეკლამა გავუკეთო ნარკოტიკს. აქაც ცოდნაა საჭირო. მეორე რა არის ამ კურნალობა, როგორ უნდა უმკურნალობა, ვიღაცა არის უკვე დამოკიდებული. და თქვენ იცით, ახლა კურნალობის დიდი პრობლემაა იქ. უკიდურეს თანხები ჭდება. რამხელა თანხები ჭდება. და მაგდენი ფული. ხო, ფიზიკურ. კურნალობა, მესამე რეაბილიტაცია, რომ იმ კურნალებმა მე რეაბილიტაცია ჭირდება, რა. და მეოთხე ზიანი შემცირება. თვითონ ეს ნარკოტიკი ჯერ ინფექციები რო ავიღოთ ჰეპატიტისი და ასე შემდეგ, ანუ რამდენი რაღაცა პრობლემას ქმნის. ამას გულისხმობს ეს ნარკოპოლიტიკა სწორი. ხო და ასე რომ ყველა მხარეს თავისი დიდი დატვირთვა აქვს. სლავური იარაღია, ხა პირდაპირ უნდა ითქვას ეშმაკის ხელში ეს. ძალიან ბევრმა რამ შეუწყო ხელი. ბევრმა. შეიძლება ჩამოთვლაც რაღაცა კუთხით დავიწყოთ. პირველი, რასაც გამოვყოფდი, ეს არის ალბათ ჩვენში ჩადებული ეს თვისება ცნობის მოყვარეობა. არ არის დასამალი
ჩემი ახალგაზრდობის დროს ეს ცოდვად არ ითვლებოდა, მაშინ ეკლესიური შეგნება ნაკლებად იყო და ჩემი თაობის ხალხს აინტერესებდა. რომ გაესინჯა რაღაცა. არაორდინალური შეგრძნებები მოცემული იყო მასთან, მიწერ ჩარჩოებს გასლოდა კაცი. არა ეგეთი გამონათქვამი. თაგვი მოკლა ინტერესმა. რას გულისხმობს? აი სოროდა რომ გამოყო. ცხვირი. არა, აქ მოიხედე დახვდა კატა. ცნობის მოყარეობა. სადღაც გახსენდება ევას ცნობის მოყარეობა. პოროტმა რომ უბიცკა რომ სინჯა იმ ხისგან ნაყოფი, რომელიც აკრძალული ქონდა რა. არც ერთ ნარკომანს, არც ერთ ლოცს მოთამაშეს არ ეგონა რომ ცუდად დაამთავრებდა ხო, პირველად რო იწყებდა. ვის ეგონა? ან ვის უნდოდა? ან ვის უნდოდა, ან ვის ეგონა? ეგონა რა ერთხელ გავსინჯო, ერთხელ მოვიხმარ, ერთხელ ვითამაშებ და წავა თავისით. ძალიან საინტერესო დეტალია, იცი, როდესაც სპეროს აანალიზებს. სხვათა შორის აი თამაშ დამოკიდებულებთან რამდენჯერ შემინიშნავს, რომ ჩვენ თუ გლობალურ ანალიზს მოვახდენთ, სულ უნდა შევაჯეროთ ხოლმე რელიგიური და ფსიქოლოგიური მომენტები. ხშირად რა ხდება? აი თამაშს რო იწყებს ადამიანი, პირველ ჯერზე ღვთის საწინააღმდეგო ძალა მოაგებინებს ხოლმე წარმოიდგინეთ. ამით ითრევს. მე რომ მოაგებინებს, არა, მე უკვე მიწასთან გაასწორებს თანდათანობით დროთა განმავლობაში. მაგრამ ამ ანკეზე წამოაგებს. სხვათა შორის ეს კონდათ ხოლმე აი ბილიარდს ვინ ძალიან კარგად თამაშობდა, იმათ კონდათ ეს აფერისტული სვლა, რომ შემოვიდოდა, მოგაგებინებდნენ. ერთხელ ორჯერ და მე რო აწევდნენ ამ სტავკა იყო რუსულად ქართულად არ ვიცი რა არის. მე უკვე თამასას ხო. მე უკვე პერფულს წაართმევდა ხოლმე ადამიანს ხო. როდესაც ესეთი ხრიკებით გამოირჩევა. აი ესე მოგაგებინებს. ესე მოგანდიმებს გასინჯო. ხო მოხიბლავს ხო და მე უკვე ჩაგიჭერს და მე უკვე ასე ვთქვათ ფინალი არის ძალიან ტკივნეული და ძალიან ტრაგიკული. თა როგორ არის, აი რო თქვი რომ ბევრი ნიუანსია ამ სპეროსთან დაკავშირებით. დასაწყისში ბევრ რა არის, მაგალითად აი თქვა ნარკოტიკის კუთხით, ან მარიხუანას კუთხით. ჯერ შეიძლება აი პერიოდებია რომ მოიხმარენ და პერიოდებია რომ არ მოიხმარენ. აი მაგალითად კვირაში ორჯერ შეიძლება ვთქვათ. და როგორი მიდგომა აქ იცი რა ხა მე დამოკიდებული არა ვარ ხა კვირაში ორჯერ მოყვარული ვარ კვირაში ორჯერ გავსინჯო აი და მე ცხოვრება თავისი წავა რა მე არის გამართლების მომენტები ეს საოცარი თვისება ადამიანის გამართლოს თავისი ქცევა გამართლება რას გულისხმობს წარმოიდგინეთ რომ მე ხა მცირე დოზი მივიღე თქვათ ხვალვისონებ, გართობა მინდა, ეს უკანასკნელი იქნება. აი ეს ფრაზები როგორ გითამაშე. ძიმედღეებია გადავიტანო, გაიგე რა შეასაკ. ხო და ეს ფრაზები სულ ტრიალებს თავში, სხვათა შორის. ხო და მოჯადოებულ წრეში უკვე იწყებს ადამიანი ტრიალს და აი ეს შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. აი ფსიქოლოგიური კუთხით გამოჯანსაღება როდის იწყება, იცი? აი როდესაც ადამიანი აღიარებს, რომ ის არის დამოკიდებული. ანუ ის სკელის ბოლოშია და არა ის, რომ მას შეუძლია აკონტროლოს საკუთარი თავი. ეგ რა შეასაკ. აი მაშინ იწყება უკვე გამოჯანსაღება და მანამდე შეიძლება დიდი დრო გავიდეს და სულ ეს სქემები თამაშდებოდეს ადამიანის გონებაში.
და მე აი ზოგჯერ როგორ არის იცი რომ აი თვითონაც იცის რომ ეს არის სატყუა რა მაგრამ მაინც მოჯადოობს რა შეტრიალებს და მაგალითად წააგო ფული ხო მოდი ამ ფულს ამოვიღებ რა და დავანებებ თავს ეხლა როძე უფრო ეშმაკია ადამიანი უკვე შემოგდებული სქემაა წარმოიდგინე რა ხო და საინტერესო რა არის იცი რომ საინტერესო ის არის რომ ძალა ერთობაში აი როდესაც სპეციალისტთან მიდიხარ მაგალითად ფსიქოლოგთან მიდიხარ რომელიც ამ კუთხით მუშაობს მიდიხარ ნარკოლოგთან რომელიც ჩართულია ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კუთხით შეიძლება ძალიან სწორით შევადარიგებები მოგცეს აგიხსნას რაღაცები მაგრამ საინტერესო რა მომენტია იცი რომ გარდატეხა და ძალა ადამიანს მაინც ეძლევა ეკლესიის წიაღში აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი რომელსაც ძალიან ბევრი ვერ აცნობიერებს აი როდესაც მე მაგალითად ეს კაცი ვიყავი ხშირად ვეუბნებოდი ხოლმე რომ მაშინ რაღაც გარკვეული ფსიქოლოგიური პრაქტიკა მქონდა ვეუბნებოდი რომ შენ ჩემთან შეიძლება უფრო კარგად გაიხსნა ვიდრე სასულიერო პირთან მე უფრო კარგი რჩევადარებები მოგცე ჩემი გამოცდილებიდან პროფესიული ცოდნა გამომდინარე მაგრამ წადი აუცილებლად აღსარებაში თქვი იმიტომ რომ ძალა აი რომელიც აი ამ უჯადო წრეს არღვევს არის ეკლესიის წიაღში უპირველესი ფსიქოლოგიური დამხმარე არის ღმერთი და მოწინააღმდეგე არის ეშმაკი ეშმაკს მარტო ახსნა განმარტებებით შენ ვერ მოუგებ ბრძოლას აქ არის ძალა საჭირო ეს ძალა არის მადლი წარმოიდგინეთ მადლი როდის მოდის საეკლესიო საიდუმლოებში მონაწილეობით აღსარება იქნება ზიარება იქნება მოდის ლოცვით საკუთარ თავზე მუშაობით და ასე შემდეგ ასე რომ მომავალი აი ამ რეაბილიტაციის კუთხით ფსიქოლოგიური ამა თუ იმ მიმართულებით გადის რაზე ძალა ერთობაშია წარმოედგინეში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ერთად უნდა დაჯდნენ იქნება ეს სპეციალისტი სასულიერო პირი ექიმი და ასე შემდეგ და ერთად უნდა შეეჭიდონ აი ამ დიდ პრობლემას მაგრამ კიდევ მეორე აი ეკლესიური მადლის გარეშე ეს არის წაგებული თამაში ქვიშაზე აშენებულ სახლს ხო ქვიშაზე იმიტომ რომ კიდევ მეორე ყველაფერი ამის უკან დგას ეშმაკი ეშმაკს მარტო მეცნიერული მეთოდებით ფსიქოლოგიური გამოცდილებით ჩვენ ვერ დაამარცხებთ მაგრამ ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია გაითვალისწინო აი ის რაც დაგროვდა ნარკოლოგიის ფსიქოლოგიის მიმართულებით ეს გამოცდილება ცოდნა ესე ვიტყოდი ასე რომ აი ბევრი ნიუანსი რომლის შესაძლებაც უნდა წარმოდგენა შევიქმნათ ჩვენ თან ინდივიდუალურია ბევრთან ეხა ზოგს მამაო ისი აქვს რომ მაგალითად თავისი სისუსტიდან გამოდა ეხა ყველაფერი სისუსტია ხო ამის უკან რა თქმა უნდა სუსტი ადამიანი დგას მაგრამ ზოგი გაურბის მამაო ზოგს 1000 მიზეზი აქვს იმ მიზეზებს დაახასიათებს უბრალოდ აი აქ უნდა რომ შეჭიდება იმიტომ რომ მამაო ამ ყველაფრის უკან კიდე მამაო გარდა იმისა ეგოიზმით დგას რომ მარტო შენ თავზე ფიქრობ რომ აი მე ხო ეხა კარგად ვიქნები და ვინ დაიძინებს მშიერი რაში მაინტერესებს და სადაშორის მამაო ამას ბოროტი აკეთებს ეს არ არის მარტო იმის ბრალი ვინც ეს დაუშვა და არც მთავრობის ბრალი არ არის მარტო არც იმის ბრალი არ არის ანუ ეშმაკის გეგმა და ამას ვერაუვა თუ ის მთავრობაშიც ეკლესიური ადამიანი არ იქნება მამაო ამ ეშმაკის გეგმას მიყვებიან და ეხა ასისორი ეხა რაღაცა ტურისტი შემოვა და ის შემოვა და რაღაც ლეგალიზება დაუშვეს როგორ შეიძლება მამაო აი ამის აი მე ვერ ხვდები ამის დაშვება რამხელა ის არის ჯერ ამხელა ტყივილს აყენებს ხვის შვილს ხო როგორია ეხა ჩვენ წარმოვიდგინოთ ეხა ჩვენ შვილებზე მამაო რომ დღე და ღამ ეწეოდნენ და სრულ ჭკუაზე არიყვნენ ხო თან მე მამაო ამით ხო დემონი შემოდის ადამიანის ორგანიზმში ხო რა თქმა უნდა და ბოლოს რეკავს მამაო ფსიქიკურად ირევა აბა ვის რა შერჩენია ეხა ვინ თქვა რომ პლანი მარიხუანა ეს არის უნებელი
აბა ნახე წლების შემდეგ რა გართულებები აქვს ადამიანებს. იქ შეიძლება სერიოზული ფსიქიკური აშლილობას დაიწყოს, მე ეგრე ვიტყვი. მე არის ახლა არ მინდა ქვეყნები დავასახელო არა. ამბობენ რომ მათი ინტელექტუალური დონე იმიტომაც არის დაბალი, რომ ისინი დაბოლილები დადიან, უფრო აზიის ქვეყნებზე აქ ლაპარაკი. ეგენაში ეს. წარმოიდგინე შენ. ხო და ვიღაცას ხო ძალიან აწყობს ეს, რომ საქართველოს იყოს ქართველების გარეშე არა. ეს ხო არ არის რაღაცა პათეტიკა, თეორიული წიაღსლა. ეს ესეა რა, უამრავი მტერი გყობს ჩვენ. ღვთისმშობლის სიუხვედრი ქვეყანა რო არ ვიყოთ, როგორ გადავჯიშდებოდით აქამდე წარმოიდგინე, მაგრამ ეს ის რა წელხვედრის ქვეყანა არა. გვეხმარება იმაში, რომ დროზე წამოვჭრათ ის საკითხები, რომლებიც წამოსაჭრელია და მე გადაჭრის გზები მოვიძიოთ, მე ესე ვიტყოდი. ჩვენ თვითონაც არ ვიცით ღვთისმშობელი და ზეციური საქართველო როგორ გვეხმარება, მაგრამ ღმერთი ეხმარება იმას, ვინც ინდომებს. წარმოიდგინეთ თქვენ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, როდესაც ეს პრობლემა რა არის, როდესაც აცნობიერებ, რას თქვი, რომ შენ დამოკიდებული ხარ და უნდა მიმართო უფალს საშველად. წარმოიდგინე, იქ ძალიან საინტერესო მომენტები იჩენს თავს. აი, ბევრი დამოკიდებულისგან გამიგონია მე მაგალითად, რომ უნდა თავი დაანებოს, გაიგერაში ასაკ, უნდა თავი დაანებოს, ანებებს და იქ ეშმაკი როგორ ერთვება რა. აი ის მეგობრები ბრჭყალებში, ვისთანაც ერთად იკეთებდა, თამაშობდა, როგორ ურეკავენ და ადრე რო გამოწევა იყო და ერთმანეთს არ უცხოვდნენ, ეხა პირიქით თავაზობს უსასყიდლოდ გაიგერაში ასაკ, რომ ისევ ჩაირთოს. მე აი ანებებს თავს ხო გამიგონია ერთ-ერთი რა არიცი. აი რომ დაინახავს რა ის ძველი მეგობრები როგორ ფუსფუსებენ ნარკოტიკის მოსაძე ამას რო უყურებს არა ეს არის დიდი მაპროვოცირებელი და ისევ ჩაერთოს აი ამ სფეროში. ამიტომაც ერთ-ერთი დიდი პრობლემა რა არის ის რომ ადამიანი აუცილებლად უნდა მოშორდეს იმ წრეს რომელთან ერთადაც აი ამ ცოდვას ეძლეოდა. ეს არის აუცილებელი. წარმოიდგინე შენ. იმიტომ რომ მათთან ურთიერთობა აუცილებლად ადრე თუ გინდა ისევ ააფეთქებს. თამაშობს კაცი. სათოფეზე არ უნდა გაეკაროს. იქ კაზინო იქნება, პოკერ კლუბი იქნება, ეხლა რა ისიც არ ჭირდება, მობილური ვიჭირებს ხელში რა, წარმოიდგინე შენ. ანუ მე რა მინდა ვთქვა. რომ იქ ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ფაქტორის გათვალისწინება. ერთ-ერთი ეს არის. რომ პირველი რა არის მაინც, მოდი ესე დავიწყოთ ქრონოლოგიურად. საერთოდ ყველაფერი იწყება ფიქრების გაკონტროლებით, ეკლესიური კუთხიდან. აი ცოდვის გადმვითარების სქემა რა არის? ჯერ ჩდება ცოდვილი იდეა, წარმოდგენა. მე ხორცი და მე უკვე თუ ადამიანმა გაიჩერა, მე უკვე იწყებს ამაზე ფიქრს, მე მოქმედების გეგმას სახავს და ასე და ასე შემდეგ. პირველი ეტაპი არ არის ცოდვისმიერი, წარმოიდგინე. ეს რატო ხდება უფლის დაშვებით, რომ ადამიანი გამოცადოს, რა მიმართულებით წავა. დაიწყებს ბრძოლას, განაგდებს თუ მიყვება აი ამას. და ეხა ცოდვას ხშირად დემონური სიტყვება აქვს. პირდაპირ უნდა ცოტა რომ ნეიტრალური ფენომენი იყოს, მაშინ რაღა გვიჭირს. წარმოიდგინე. აი თამაშის, ნარკოტიკის შემთხვევაშიაც, მარიხუანის. პირველი რა უნდა მოხდეს? იწყება ამაზე ფიქრი, უნდა გონებას სხვა მიმართულებით გადაერთოს. და როგორ? აი როგორ უნდა გადაერთოს? ხო, ესეც. მე ვიცი რომ ისე რომ ფიქრობ, იმისით არაფერი აღარ არის. იცი რა არის გიორგი, გასაგებია რომ არაფერი აღარ აღდადებს, მაგრამ მის გასაკეთებელს ახლა ვინმე გააკეთებს. მე დამოკიდებულებთან მქონდა ურთიერთობა რა, საკმარისად ხშირად ვეუბნებოდი ხოლმე. რას? ღმერთ შეუძლია რომ ეც წუთში განკურნოს შენ. გაგიქროს ტოლვა ნარკოტიკისადმი, თამაშისადმი და ასე შემდეგ, მაგრამ ამას არ გააკეთებს.
ღმერთი ეხმარება იმას, ვინც ინდომებს. წარმოიდგინეში. საერთოდ სამყაროს აი ეს კანონი მსჭვალავს. სამყარო აი ამაზე აიგება. ღვთისთვის რა არის ხა? წარმოიდგინეში, უცებ ადამიანი ისეთი გახადოს. ადამიანი ხა? ხო, მაგრამ ჩვენ ცხოვრებაზე დაკვირვება რას მიგვითითებს. გვეხმარება მაშინ, როდესაც ჩვენ ვიბრძვით და ვინდომებთ რა. ამიტომაც აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მე რა არის, რომ აი ეს ადამიანის თავისუფალი ნება, ნებისყოფა არის ვარჯიშებადი ფენომენი. მე თუ ერთხელ უარი ვთქვი, თქვათ ნარკოტიკზე, მეორედ უფრო ადულად ვიტყვი. მესამედ უფრო ადულად ვიტყვი. ანუ მე რა მინდა ვთქვა, რომ ჩემი ნებისყოფა თანდათან ძლიერდება. მაგრამ მე თუ გავიკეთე, მეორედ უფრო ადულად გავიკეთე, მესამედ უფრო ადულად გავიკეთე. შეიძლება ეხლა წლები მაქვს დანებებული სიგარეტისთვის თავი, მაგრამ ყველა მიცის, ერთი ღერიც რომ მოწიოს უკვე არა. ხო, მე იწყება. შეიძლება იმ დღეს უკვე აღარ მოწიოს, 2-3 დღე, მაგრამ პრეცედენტი უკვე დაიშვა. ამიტომაც აი ეს ნებისყოფა არის ვარჯიშებადი ფენომენი, წარმოიდგინეში. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ როგორ უნდა გავავარჯიშოთ ეს ნებისყოფა? საკუთარი ბრძოლით, ნებისყოფის დაძაბვით, მაგრამ არის კიდე ძალიან საინტერესო მხარე. მადლი. აი ახსარებას რა დატვირთვა აქ, იცი? მადლია. ხშირად ვეუბნები მოვიდა ჭკვიანური ახსარებების დრო. აი რაშიც იჭედები შენ, ფსიქოლოგიურად, სულიერად, წადი აცულებად ახსარებაში დააკონკრეტე. საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად, სხვაზე დაკვირვების შედეგად ეს ძალიან ბევრჯერ მიგრძნია. აი ახსარებაში ამბობს და სხვა ძალა ეძლევა. ეხლა ეს იმას კი არ გულისხმობს, რომ ერთი ახსარებით გამოსწორდება და 5, მაგრამ თანდათანობით ხდება წინწაწევა. ხო. აი ჩემი დაკვირვებით ახსარების გარეშე ადამიანი სრულყოფისკენ ვერ მიდის. სულ მოჯადოებულ წრეში ტრიალებს წარმოიდგინეში. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, იმის მიღმა არის ბევრი მომენტი. ოდის ახსარებაში მეუნება, მაგრამ თუ ეხა თუთი ყურშივით ერთ და იგივე ვიმეორებ, თვითონ არ მოინდომა არაფრის გამოსწორება. ღმერთი უშველის, ეკლესიური ცხოვრება უშველის. ამიტომ აქტივობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მონდომებას ისე სხვათა შორის მოვა პრობლემად რომ აღიქვა უკვე მაგარია რომ იმას რო თვლი რომ ახსარებაში უნდა თქვა აი უკვე ახსარი მანდ გეხმარება ღმერთი რომ შენ აღიარებ შენ სისუსტეს და ამას როგორ ცოდვას ხო და მაგიტომ არის რომ აი ახსარებას მადლი აქვს იმიტომ რომ ძალიან ძნელი არის მამო აი ნარკომანიც რომ ნახოთ ნებისმიერი ხო აი გეტყვის რომ აი მე უბრალოდ ავათავარ და ეს წამალი მჭირდება ჩვეულებრივი ის არის არავინ არ გეუნება რომ აშავებს მამო და ახსარებამდე რომ მიდის უკვე ესე იგი აი აქ ღმერთი ერთვება უკვე სხვანაირად იმიტომ რომ ხედავს ღმერთი რომ აი მისი შვილი აღიარებს ამ სისუსტეს იცი რა არის აი მუდმივად იდგა ესე საკითხი აი ნარკომანობა ეს დანაშაული თუ ამოწყობა მე ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს იცი არ ვიცი რამდენად სწორია მაგრამ შევეცდები რომ დავასაბუთო აი ვიცი მე დამოკიდებულები თქვათ რომლებსაც თვეების განმავლობაში თავი დაუნებებია ნარკოტიკისთვის პლანისთვის თამაშისთვის ესე იგი შეუულია ხო კი შენ რომ დიაბეტით დაავადებულს ინსულინი არ მისცე გაძლებს ვერ გაძლებს ხო აი ის ავანტყოფია ხო ეს ვინ გამოდის ეს არ არის ხო ბოლომდე ავანტყოფი ანუ ამა შეუულია გაიგე რა შეასაკ ხო როიჭერენ მე რა შვებია ხო მე რა შვებია ციხეში წლების განმავლობაში ზიან ხო სადაშოს ერთ-ერთი წამალი არის მამა აი ციხე არის აი ღმერთმა აი ხო იცით ჩემთვის ეხა პატიმრობა აი ცუდი არავისთვის არ მინდა და აი რა ვიცი და პატიმრების განსაკუთრებით ვეფერები ხოლმე მაგრამ ერთ-ერთი მამო გამოსავალი არის ეგ როცა წამალზეა ადამიანი რა კი გეთანხმები გიორგი მე ეხა პირადად თვითონ აღიარებენ შიგნით მამო თვითონ დავეჭირეთ კი რამდენჯერ გამიგონია მე ეხა ცხოვრება ერთხელ გადაგარჩინა ღმერთმა. ნუ აი ვთქვათ ზედოზირების კუთხით, თქვენ იცი, რომ ვთქვათ მე უფრო და უფრო ზრდიან არა რაოდენობას.
ორჯერ გადაგარჩინა, სამჯერ. აი რამდენჯერ გამიგონია, იცი, თვითონ გრძნობს. აი რამდენჯერ გადამარჩინა. ეხლა რას ფიქრობ, იცი, რა შეგრძნება მაგ რომ ორი გამოსავალია, ან ციხე, ან სიკვდილი. და უფალი უშვებს ციხეში. რამდენი მშობლისგან გამიგონია, კიდე კარგი დაიჭირეს. ხო. კიდე კარგი. და კიდე გამიგონია ნეტა დაიჭირო. ნეტა დაიჭირო. წარმოიდგინე შე. კი. და კიდე ერთ-ერთი დიდი პრობლემა რა არის? იქ არ მოიხმარს გამოვა თუ არა? გარეთ ახვედრები, მამა. ხო. ნუ შეიძლება არც დაახვედრონ, მაგრამ უკვე თავისუფლებას რო იგრძნობ. ამიტომაც შენ აღვირს რო აიხსნი. აღვირს ხო, ამიტომაც სწორი, აი მიდგომა თუნდაც ფსიქოლოგიური მუშაობის კუთხე რა გულისხმობს, რომ კრიტიკული სიტუაციებისთვის უნდა მოამზადო შენ. აი ციხეშია ხო? იქ არ მოიხმარს, იმიტომ რომ არა ამის პირობები. უნდა მოამზადო, რომ გახვალ. აი რომ შემოგიჩნდება ეს ბოროტი. რომ დაგარტყავს. რა უნდა გააკეთო? სხვათა შორის არის ესეთი კიდე ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა, ფსიქოდრამა, აი საინტერესო იქ მეთოდები არის, თქვათ, დაანება თავი და ხვდება იქ სცენების გათამაშება ხდება, იცი? დაანება თავი და ხვდება ძველი ნარკოტიკის მეგობარი და სთავაზობს. და თამაშდება სცენა წარმოიდგინე შენ როგორ უნდა დაუპირისპირდე ამ ყველაფერს. და როგორ საინტერესო. ხო, აი საინტერესო, იცი, აი თითქოს ეს ამ რელიგიური ესეთი რიტუალი თუ? იცი რა არის, როგორ გითხრა, ამ შემთხვევაში რელიგიური არ დევს, მაგრამ აი როგორ უნდა დაუპირისპირდე? საინტერესო იდეა არის, რომ ადამიანს ფსიქოლოგიურად ჩვენ უკვე ამზადებ კრიტიკული სიტუაციებისთვის. რომ ასწავლი ვარი როგორ თქვას. მომავალ აი ეგეთ სიტუაციაში რომ ჩავარდება და ეს ხო აუცილებლად იქნება. ამიტომაც აი ამ სამუშაოს კითხით ისეთი სფეროა საკმარისად საინტერესო მე ესე ვიტყოდი. ხო, კიდე ბევრი მამა, ეხა აი მაგალითად რაც არის ხო ისეთი აი გამოსავალი, ესენი არის რაღაცა ისინი, სადაც ადამიანები ვითომ ცდილობენ რომ გადააგდონ ამ იმხელა თანხები, აი მინდა რომ თხოვო ამ ადამიანს, იმიტომ რომ ის ადამიანი, ვინც აი ხშირად ხდება ხოლმე რომ იგივე ფასად შეიძლება ისე ისიამოვნოს, ნუ ან მისთვის ხო სიამოვნება, აი მაგალითად მისვლა და ვიღაცა ნანიდეიდას ნახვა ფსიქოლოგის, ხო, უჯდება 200 ლარი და მისვლა და ძალიან მაგარი რაღაცა წამლის გაკეთება, რომელიც სიტყვაზე ჯდება 100 ლარი და თელი 2 დღე კარგად იქნება სიტყვაზე, გაიკეთებს იმას, ხო, ჩვენ ხო უნდა დავეხმაროთ, ხო, ეს ხო, ანუ ბიზნესი კი არ უნდა იყოს ადამიანის დახმარება, უნდა იყოს ის, რომ ვისაც საშუალება არ აქვს, ვისაც რაღაცა რომ შეატყობთ, რომ დაეხმარო, გაიხსნა მამაო და იმის ფასებია ბიშკეკების და იმეებში რო არის, მამაო, როგორ შეიძლება, ხო? ბრიტანეთში ხალხი მკურნალობს, აი მაგხელა ფასებია და აი ეს ქართველები ყველაფერში როგორ ხამდებით ხოლმე, მამაო, როგორ შეიძლება რა? ანუ ეხლა სამწუხაროდ ქართული ქაჯობის გამოვლენა საზღვარი არ აქვს. მე ხშირად მithქვამს, მე ყველაფერში ნიჭიერები ვარ და ქაჯობის კუთხიდან ნიჭიერები ვარ, ნუ. იქ ეხლა ფიზიკური დამოკიდებულება რომ მოხსნა, გასაგებია ეხლა, ნუ, არიან გამოსწრილი ნარკოლოგები, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეხლა ის რომ გამოვა. გარეთ დახვდება ისევე შმაკი გაიგერაში ესე. თუნდაც ეხა იქ ნარკოლოგიურ კლინიკებში ფსიქოლოგიური ისიც მედის ეხა მუშაობა, ეხა მათ ვერ დაუკარგავ. მონდომება სოდნას, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, აქ თავარი პრობლემა რა არის? პრობლემა ის არის, რომ ეშმაკ შენ ფსიქოთერაპიული კუთხით ვერ დაამარცხებ. ფიზიკური დამოკიდებულება გარკვეული კუთხით შეიძლება მოხსნა რაღაც დროის განმავლობაში, მაგრამ ფსიქოლოგიური არის ყველაზე რთული გაიგერაში ასა. ის აუცილებლად დაუბრუნდება ის ამ სამყაროს. ამიტომაც თუ არა ეკლესია კიდევ მეორე პრობლემების გადაჭრა არ მოხდება. და ეგეთი მაგალითები არის. აი როდესაც ეკლესიის წიაღში მე ჩემთან ადრე ერთ-ერთ ჩემი ნაცნობი მოვიდა მოკლედ ამ პრობლემით თამაშის. როგორც ბევრთან თამაში დაიწყო მე
ის გაყიდა ის გაყიდა მინაჩადო გაიგე და ნუ მოდის უკვე სასწარკვეთილი რა მე ესე ვიტყოდი მოდის სასწარკვეთილი და მოთხარი ნუ ეხა მოდი რა დავიბრუნდოთ ისევ ეკლესიას თქვი ჭკვიანური აღსარებები ვეზიაროთ ლოცვა წავაშველოთ რაღაც პერიოდი იარა სხვათა შორის ხო და მე დაიკარგა და გულახდილად რო თქვა ვიფიქრე რომ ისევ ჩავეშვა თამაშის მორევში მოვიდა და არა უკვე რაღაცა მოხსენია ეს პრობლემა ხო და საწავიდა მაგრამ როგორ მაინტერესებს ნუ შენ რო არ მიხვდნენ კარგით მუშაობ ჩვეულებრივად ეხა ყოველთვის ამის გარანტია არ არის მაგრამ აი იმ შემთხვევაში თვალნათლივ დავინახე მე ვიცი ღვთის დიდი წყალობაა ღვთის დიდი წყალობა და მე ვიცი ეკლესია საბოლოო ჯამში ეხა ეკლესია რა არის რომ ეშმაკის ხრიკებს ან განახარვებ ხო შენ ასუსტებ მის ზემოქმედებას ადამიანზე ხო იქ ბევრი ნიუანსია ეხა ჭკვიანური ეკლესიური ცხოვრება კიდე სხვა არის ხო ერთი არის ფორმალურად რო დაიწყებ და მიხვალ და ასე და ასე შემდეგ და იქ იმდენი ნიუანსია ამ სულიერ სამყაროში თუ გინდა რომ ადამიანმა საკუთარი თავი გამოასწოროს ძალიან ბევრ რაღაცაზე უწევს მე ყურადღების გამახვილება აი ეგეთი მაგალითები არის ეხლა გარანტია არაფრის არ არის იქ ბევრი მომენტია რაც თქვი იქ ზოგჯერ ადამიანი მოდის ჩემთან აი წლები მოდის და რას ხედავ ვიცი ხედავ იმას რომ ის არ ინდომებს რომ გამოსწორდეს მარტო მიმართულებით კი არა და მე უკვე აი ჩემ თავს ვატყობ რა ეხა ვარს ვერ ვეუბნები მაინც რა წყლის ნაყვაა ხო წყლის ნაყვაა მაგრამ ზოგიერთი ეხა უფრო მკაცრი მოძღარი უშვებს რა კარგად იყავი გადადის ხვასთან შეიძლება შესთომას უშვებ მაგრამ მე ვეუბნები ამას მაგრამ ხედავ რომ ჩემი დამოკიდებულება შედარებით ზედაპირული ხდება ნუ ჩავიბარებ რაღაცა ბანალურ ფრაზებს ვეთქვი მაგრამ მის გასაკეთებას მე ხوار გავაკეთებ და დაგიხ გაიგე ამიტომაც აქაც ეს მომენტია ვიღაცა ინდომებს ვიღაცა არ ინდომებს რაც თქვი მე მამა სხვათა შორის არ მომწონს ეხა აი ვიტყვი ამ იმას რომ ძალიან ცუდი არის რა რომ აი სიტყვაზე ფულმა არ უნდა განაპირობოს ის რომ სიტყვაზე ის იმას თავის გაჭირება იყოფო მამაო რომ სიტყვაზე ვიღაცა თამაშობს ვიღაცა ნარკოტიკს იკეთებს ვიღაცა ამის გამო მე საპრობილეში ხდება რაღაცა პრობლემები იქნება ძირითადად მამაო ვინც საპრობილეში ხდება აი 80%-ს აქვს აი ეს მიმართულება, იმიტომ რომ საპრობილეში მაინც ქუჩიდან ხვდები მამაო და ამ ქუჩაში კიდე ეს აუცილებელი ატრიბუტიკაა რა, ეს რაც არის აი თლიანად თამაში და ეს ყველაფერი მიბმულია ერთმანეთზე მამაო, ამასაც ისე აშავებ როგორც არაფერი რა. ეს მოყვება უბრალოდ რაღაცა და თუ შეიძლება მამაო აი ამას მაგალითად აი საქართველოში მე ახლა კიდე ერთი ისა რა ქვია ადამიანები კი ძალიან ცოდოები არიან და თუ არ გინდა შეიძლება იმაში იყო რა ქვია ვისთანაც არ უნდა იყო არ გაიკეთებ შენ და არ დააშავებ და არ ითამაშებ მაგრამ ნახეთ მამაო ხელშეწყობა როცა არის მამაო აი მაგალითად მე არ მიმაჩნია ის ახლა სპორტსმენები ვიღაცები რომ მოდიან ხო ზოგს გონია რომ რაღაცა აი სახელოვანია ზოგი რაღაცა ხო და რო უკეთებენ მაგალითად ტოტალიზატორებს რეკლამას იმას ან რაღაც გადაცემები ხო მაგალითად არ აი მე არ ვარ ამის მოხრე იმიტომ რომ არ შეიძლება ვიღაცის გამწარებული ანუ ყოველ შემთხვევაში მე ეკლესიურობაზე და რაღაცა კაი ადამიანობაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს და ან ვიღაცა რომ პატივს არ გცემს ვერ მოითხო რომ მე მაგარი მოჭიდავე ვარ და აი მაგარი შტანგე როგორ აჭარაბეძნა იმას ხელს რო უწყობ როგორ შეიძლება შენ კაი ადამიანად იწოდებოდე ხო სპორტი ყველაფერი გვერდზე რო გადავდო ვიღაცის სისხლით ნაშონი ფული იქდევს და იმას იღებ და შენ შეიძლება დღეს იყო თეთრი ვერ იქნები თეთრი ბოდიშით რა თუ შეიძლება მამო ამაზეც მამო დიდი ხელშეწყობა მთავრობიდანაც მამო და ტელევიზორს გათართავთ ღედაღამე ეს რეკლამები ტრიელებს ის და აბა ისა რა ქვია მოინდომე კიდე მოვლენ და დაგასპონსორებენ იმასიდან და არ შეიძლება მამო ყველაფრის გაყიდვა რა ეხლა საერთოდ ადამიანის ჭკუა რაში მდგომარეობს იმაში რომ შენ ურთიერთობა უნდა მოაგვარო არა პოლიტიკოსებთან თუნდაც ხელისუფლებასთან თუნდაც იმ ხალხთან რომლებიც შენ მიწიერ მომავალს გამოჭედავენ არამედ ღმერთთან ხო არა ეხლა პირდაპირ უნდა ითქვას რომ არის ხაზი გენიოსობის თუნდაც დიდი ტალანტობის რომელიც არის დემონური
სული ამ სიტყვის მნიშვნელობა. აი რო აიღო მხატვრობა. რამდენი მხატვრობა არის ისეთი, რომელიც ნებებს აღვივებს. არა? ძალიან ნიჭიერი შეიძლება იყოს ის შემოქმედი. და ეშმაკი ძალიან ნიჭიერია. ასე რომ ეკლესიის წიაღში შეიმჩნევა ეს რომ აი დაგაბერტყავს ბოროტი ნიჭს წარმოიდგინეში. მაგრამ ეს ნიჭი შენ და საწინააღმდეგო და კაცობრიობის საწინააღმდეგოა. საბოლოო ჯამში ხო სულიერი კანონები განსაზღვრავს არა სამყაროს. უფლის წინაშე რო წარდგები ახლა შენ როგორ ფიქრობ რა გიშველის რო იქ სოფლიო ჩემპიონი ხარ? პრემია გაქვს მიღებული მხატვრობის შიანასე და ასე შემდეგ თუ აი ის რაც ახლა თქვი რომ მე რეკლამა გავუკეთე აი თამაშს რომლის გამო ძალიან ბევრი ადამიანი ახალგაზრდა დაიღუპა ხო წარმოგიდგენია შენ სულ არ აინტერესებთ იქ ზეცაში შენი მსოფლიო ჩემპიონობა მიდიხარ პირდაპირ ჯოჯოხეთში პირდაპირ და შენ თვითონაც ახლა ხანდახან მიკვირს იცი აი მithumetes თუ ესეთი შემდგარი ადამიანი ხარ რამდენი რაღაცა მოგცა ღმერთმა ხო რაზე ხურდავდები აბა რის გამო სახელის გატეხვას თავის გატეხვა გერჩინოს რა 1000% მაგრამ ადამიანები საკმაოდ ხშირად იჭრებიან ხოლმე პირდაპირ უნდა ითქვას რა ძალიან იჭრებიან რა როდესაც გამოცდის დრო მოდის და სხვის უბედურებაზე რო აგებ შენ ბედნიერება აი რა ბედნიერება ხო ბედნიერება კი რა ადრე თუ გვიან ყოფა გეტირება არაფერი არავის არ შერჩენია ადრე თუ გვიან ყველას თავის გადაეხდება ეს არის მითხო ისე ბრაზდები აი ისე გული მწყდება ხოლმე ხშირად ხდება ხოლმე რაღაცა სპონსორია რაღაცა აჭარაბეთი ან რაღაცა ლიდერი როგორ შეიძლება აი ამის ქვეშ უბრალოდ არ უნდა ჩაიცვა რა ის არც მაისური და არც იმას უნდა გავუკეთო რომ მე მიყავთ ხან მანქანა საჩქიონ ხარ რაღაც ოხრა დარჩა ეგ მანქანა დაგარტყავს ვიღაცა მოხდები ავარიაში მორჩება ყველაფერი მორჩება დამთავრდება ყველაფერი და ვიღაცა მოტანილს ქარი წაიღებს ახლა იმითი უმსგავსო გზით რა ყოველთვის ეს არის უმადლო რა რამდენნაირი განსასწრელია და რამდენნაირი გამოწვევას მალავს ცხოვრებას. სულ ყველაფერი ზემოდან იმართება. ერთი თმის ღერიც კი ავარდარდება. ჩემი მიტერი ჩავარდა იმ დღეს. კითხულობ მე რამდენეთ ისევ წმინდა წერილს რა. შურის ძება ჩემია, მე მიუზღავ. საშინელება ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა. და ამის რამდენი მაგალითი პირადად მე მაქვს. თან ახლა სასულიერო პირი რო ვარ, სულ მოდიან, სულ ხედავ აი ამ კანონზომიერებას ცოდვასა და სასჯელს ყურისუფლის. სულ. რამდენ საშინელებას მალავს ეს ყური. და მამა ვაი ეს აზარტი რაც შინაგანად ადამიანს გააჩნია, რომელიც მე აი სიტყვაზე აზარტულ თამაშებში, ნარკოტიკებში, იმაში გადაის. სხვადასხვა ძალიან ნიჭიერი ხალხი არიან ის ადამიანები, იმიტომ რომ რა შვებენ ხოლმე იცით მე მამა, აი რო რაღაცა იგძალება რაღაცა კანონებს და იმას ზოგი ისე უვლის ხოლმე მამა ნუ უნიჭო კაცი მაგას ვერ გააკეთებს რა აი წარმოიდგინეთ ჯერ ერთი ნარკოტიკი აკძალეს მე მეორე მესამე მე რაღაც ბოლოს ბენზინებისგან და რაღაცებისგან გამოიგონეს ნარკოტიკები წარმოიდგინეთ ახლა აი რეებს იმაშვებიან რომ თან ეშმაკი რამხელა ის არის რომ ამხელა ნიჭს აძლევს აქ ამ დროს რომ აი რაღაცნაირად ყველანაირად დაუძრეს ამ ყველაფერს ხო თუმცა ნუ ბოლოს ყველაფერი გაალეგალიზეს და საშინელება ეს მე თუ მკითხავ აი ზუსტად ეს უნდა ბოროც რომ აი წარმოიდგინეთ ახლა აი ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში რაღაცა პლანტაციები და იმის გაშენება. აი როგორ შეიძლება უბრალოდ აი ეს ფიზიკურად და მე ჩვენ გვინდა რომ კიდე რაღაცა ღვთისწყალობა რაღაცნაირად მივიღოთ, ხო, პიროვნულად, თორე ისე რა თქმა უნდა თვითონ ქვეყანა გემიღეთ. აი მამაო, აქ ამ შემთხვევაში მამაო, რა უნდა ვიცოდეს და რა უნდა გვესმოდეს, მამაო, იმიტომ რომ ეკლესია მართლა ყველაფერს აკეთებს მონასტრები ძირითადად, იმიტომ რომ აი მამა ბენიამინთან მაგალითად ახვალ და ნარკოტიკის ქვეშ ხარ თუ რაღაცა მიგიღებს რომ აი ამაში დაგეხმაროს ნასვამი ხარ ის რომ გადაგაგდებინოს დაგეხმარება ხო ხდებით მოთამაშე იყავის სახლი არ გაქვს დაგტოვებს რაღაცა ბევრი ეგეთი მონასტერია მამა აი პიროვნულად მამები არიან წმინდა მამები რომლებიც ისა
ამ ყველაფერს უვლიან მამაო რა. იცი რა, ეხლა მე მეჩვენება რომ მაინც ეს საკმარისი არ არის, აი მე პირადად თვლი ცოტაა ძალიან. ცოტაა და მე ხშირად არ არის ეს ჰარმონია, აი ჰარმონიას რას გულისხმობ, იცით რომ ერთი არის რომ სასულიერო პირი მადლიანი ასე ვთქვათ ლოცველი მოსიყვარული ადამიანების და იმას შეიძლება არ აქვს ის გამოცდილება, გაიგე, რომელიც გჭირდება ამ სფეროში, გაიგე რა შეასრულოს. ამიტომაც უნდა იყოს საერეაბილიტაციო ცენტრები. გაიგე? ძალიან კარგი იქნება თუ მონასტერთან იქნება. გაიგე? ერთი პერიოდი იყო პრეცედენტი, ფერიცვალების მონასტერი რო არის იქ, მაგრამ ნუ მე რაღაცნაირად ეს იდეა განკარდა. ნუ თავისი უარყოფითი მხარეები ქონდა იქ, იმ შემთხვევაში ჩემი აზრით რაღაც შეცდომები დაიშვა, მაგრამ გაიგე რა შეასაკმე. ანუ იქ უნდა იყოს სასულიერო პირი, სპეციალისტიც და ასე შემდეგ, ძალა ერთობაშია. აი ეს სქემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეუფე გაბრიელი ამბობდა კიკოძე. დიახ. სარწმუნოების გამეცნიერება და მეცნიერების გასარწმუნოება. წარმოიდგინე. ხო. რასწორია. ხო. ეს ორივე მხარე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე პირადად ხა აი რამდენჯერ მადლობა მithkoms უფლისთვის რომ ფსიქიატრია არსებობს, იმიტომ რომ არის მდგომარეობები, როდესაც აი რომ მოდის ფსიქიური აშლილობით ადამიანი არა. იქ აღსარებას აზრი არა აქვს. იქ ჩემ დალაპარაკებას აზრი არა აქვს. იქ აუცილებლად მედიკამენტური მკურნალობა თუ არ ჩატარდა, თუ არ დასტაბილიზირდა სიტუაცია რა. მე თავს ვიტყუებ და მასაც ვატყუებ, გაიგე რა შეასრულოს. ამიტომაც აი რამდენჯერ მithkoms რა ჩემი ერთ-ერთი იდეა ფიქსი რა იყო რომ აი ფსიქოლოგიური ცენტრი, სადაც იქნება მოძღვარი სპეციალისტი, წარმოიდგინე. დიახ. შენ თან მაგარი იქნება. ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნარკოლოგი გაიგე და ამ მიმართულებაში არა მატერიალი სტული გაგებით, მაგრამ აი ფული თუ იქნება, მამაო, თავი მაინც გადაიზიდება. აი ხო არის რაღაცები, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ეხა ეს არის სულიერი მიდგომა, რომ სულიერი მიდგომა რა არის, რომ წინა პლანზე არის ადამიანის დახმარება და მეორე პლანზე არის შეიძლება ეხა როგორ გითხრა, ეხა ეკლესიაშიც ესია ეხა საღი დამოკიდებულება რა არის, როდესაც თქვათ ადამიანი მოდის, უნდა თქვათ ჯვრისწერა, უნდა ნათლობა, უნდა დახმარება, ხო? მიდგომა როგორია, გიორგი, რომ შენ ამ რიტუალს ასრულებ. დიახ. მაგრამ ფულს კი არ თხოვ. იმას შეიძლება არაფერი არ მოგწეს. გაიგე რა შეასრულოს. მაგრამ ეს შენთვის გამოცდა. მე მახსენდება ერთი ოპტის მონასტერია ოპტინის რუსეთში, ძალიან ცნობილი და ეს მე-19 საუკუნეში იქ ძალიან ბევრი ბერი იყო, მორჩილი იყო და ბევრი მომლოცველი ჩადიოდა და იყო სასტუმრო. სასტუმრო იყო, სადაც რომ ჩერდებოდნენ, გადასახადი არ იყო. ხა. ნებაყოფლობით შეეძლო დაეტოვებინათ, ან დაეტოვებინათ რაღაც თანხა და ესეთ შემთხვევა აღწერილი, რომ ერთი მდიდარი ვაჭარი გაჩერდაო იქო და რომ მიდიოდა, ფული გადაიხადაო, მაგრამ ამბობსო, რომ მე გადავიხდიო, მაგრამ სხვები აქ რო ჩერდებიან, რომ გადაიხდიანო და რასეუნება იქ მომსახურე ბერი. ჩვენი წინამძღვარი ამბობს მონასტრის 99 თუ არ გადაიხდისო გამოჩნდებაო მიასეო რომელიც აი 99-ის თანხას გაიღებს. ეს არ არის თეორიული წიაღსნა. პირადად მე ბევრჯერ შემინიშნავს ეკლესიის წიაღში, წარმოიდგინეთ. ის არ გადაიხდის, აუცილებლად უფალი გამოგიჩენს სხვებს, რომლებიც გადაიხდიან, წარმოიდგინეთ. და ღმერთი ამ გამოცდას გიწყობს, გაიგე რა შეასაკმე. აი, როდესაც მატერიალური ხდება წინ წამოწეული, იქ რა თქმა უნდა იყო სულიერი და ღვთისწყალობა უკვე უკანა პლანზე იწევს, წარმოიდგინეთ. იქ ხა არ არის ლაპარაკი, თუნდაც ის რომ შემლოცველები არიან, ისინი არიან, ესენი არიან, იქ იმხელა ისინი აქვს გადასახადები 300, 500 ჯადოწყდი ეს ყველაფერი, ეს საკითხავი რამდენად ხსნიან, ეს ისევ დემონური სამყაროა, მაგრამ აბა 500 ლარიან იმას რო დააწესებ, წარმოიდგინე იქ. რა ღვთაებრიობაზეა ლაპარაკია რა.
ასე რომ აი ეს ყველაფერი უნდა სწორად განაწილდეს რა. იქ არ არის ლაპარაკი კიდევ იმეორებ საერთოდ უარი თქოს მატერიალურზე, მაგრამ უნდა იყოს წინწამოწევლის სხვა რამე. ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის აი ხა დაგიბრუნდები ცოტა ხანში იგივე თემით უფრო მეტად განვავცოთ ამ თემას. არ გადართოთ ზუსტად რეკლამის მერჩ 3 წუთი რეკლამა იქნება და შემდგომ დაგიბრუნდებით აუცილებლად დაგველოდეთ.